გორში უკუდო კატას ეძებენ. ცხოველი რამდენიმე დღის წინ ვერხვების დასახლებაში დაიკარგა. ახალგაზრდა გოგო მოსახლეობას მიმართავს და დახმარებას ითხოვს. მან პოვნელისთვის ჯილდო დააწესა, რომლის ოდენობაც 50 ლარია. სამაიესი მორგანი ამბობს, რომ ცხოველი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გორში დაიკარგა ჩემი კატა, არის ტაფილოსფერ და თეთრ შეფერილობაში. ფოტოს გამოგიგზავნით, ფოტოები გავაკარით კიდევაც გორის ქუჩებში. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნიშანი, რითიც შეგიძლიათ ჩემი კატა იცნოთ, აქვს მოკლე კუდი. ეს კუდი ან მოჭრილი აქვს, ან ბუნებრივად მოკლე, უკუდო კატაა. პოვნელი დასაჩუქრდება და გამოკრულია ესეც განცხადებებზე და ამ კატას ვეძახით ღმერთის კატას, რადგან ჩემმა ესპანელმა მეგობარმა ჩამოიყვანა ჩემს საკატეთში. ძალიან ბევრი კატები მყავს, სხვადასხვა ჯიშის, მე თვითონ შეძენილი და ეს კატა ესე ქუჩიდან საქართველოში ტურს რომ გადიოდა, ჩამომიყვანა ერთ-ერთი მხარიდან და ამ კატას აქვს საოცარ თვისებები. სახლის მცველი იყო, ჩემი მცველი იყო, კარავს ყარაულობდა, ძალიან გულითადი და კარგი კატაა და იქნება გვაპოვნინოთ გორის მოსახლეობა. ამ კატის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩვენთვის მთლიანად, რადგან გეგმავთ მთაში წასვლას, გეგმავთ ეგრეთ წოდებულ ძველი ჩვენი წინაპრებისგან დატოვებულ გამოქვაბულების research და ეს კატა ვთვლით, რომ იმდენად ღმერთის კატაა, რომ გზა უნდა გვაპოვნინოს, უნდა დაგვიცვას და რაღაცნაირად ჩვენი თანამეგზური უნდა იყოს და თუ გვაპოვნინებთ